ვინ ხარ მისთვის? ამ ეტაპზე ზუსტად არის მომენტი, რომ ვინც იყავი და როგორი ურთიერთობაც იყო, ის არ არის. ისეთი სიტუაცია არ არის და დიდი ცვლილებები მოხდა, ბლოკირება მოხდა. ყველაფრის ერთბაშად, გაუფასურებაც კი მოხდა თქვენ შორის ურთიერთობის, ადამიანური ყველანაირი და მაინც რჩები მისთვის იმ სევდად, იმ აუხსნელ ემოციად, რასაც ადამიანი ვერ უძებნის გამოსავალს. ერთი იცის, რომ ისე არ იქნება ყველაფერი როგორც იწყებოდა, მიუხედავად ყველაფრისა რჩები ჩემში ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად და მე ვარ სევდიანი, თუმცა ამას მე ვერ ვარქმევს სახელს. რატო არ არქმევს სახელს, არ ვიცი. უფრო აქ არის გამოუთქმელი ემოცია, ამ სიყვარულზე არის ბრძოლა ამ პიროვნებამ. და თქვენც ამისთვის გული დააგწყვიტათ. ამიტომ ვინ ხართ მისთვის? მნიშვნელოვანი განსაკუთრებული საყვარელი ქალი, მაგრამ რა ვიცი, რა გარემოებიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი. ფაქტი სულ სხვა არის. ეხლა არ აქვს მნიშვნელობა არც გრძნობას, არც თქვენს მნიშვნელობას მის ცხოვრებაში, უბრალოდ არაფერს არ შეცვლის ამ ეტაპისთვის. არაფერს არ შეცვლის და ეს ურთიერთობა მაინც ასე თუ ისე მტკივნეულად გაგრძელდება. მტკივნეულ გაგრძელებას იმაში ვყურებ, რომ იმაზე მეტი არც გეტკინება, მაგრამ არც თითქოს პროგრესი არ იქნება. აი რაღაცა შეჩერებული, შენელებული, გაჩერებული მდგომარეობა, სადაც ყველამ უნდა გაიაზროთ, რა გაიარეთ, რა არის ამ ურთიერთობის დავალება და საერთოდ რა ხდებოდა თავში, რა არის ახლა და რა შეიძლება გამოვიდეს აქედან, ჯერ არავინ არაფერი არ იცით და არ ჩვენ არ ვიცით, რასაც მეტარო მეუბნება, რადგანაც აქ უნდა გაიაზროთ თქვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. რამდენად გულწრფელია გრძნობა, სიყვარული და რამდენად გჭირდებათ ერთმანეთი.